ისტორიულად ადამიანების განვითარებასთან ერთად კონსპირაციული თეორიებიც იხვეწება. არსებობს ხალხი, რომლებსაც მთვარეზე დაშვება დღემდე გამოგონილი ამბავი ჰქონიათ. დედამიწა ბრტყელია, მტრედები მთავრობის ჩანერგილი აგენტები არიან. აბა ასე კარგად საიდან იციან სადღაც დაას კლინტონ. მაგრამ ამ ყველაფრის პარალელურად ჩვენ გვყავს ფორმულა 1-ის მაყურებელი საზოგადოება, რომელიც ყველა ვიკენდზე Ferraris 847 განიავებულ უქმეებს შეხედავს და იტყვის, რომ ყველაფერი წინა და გამოსწორდება. ამ ხალხის არსებობის მერე ნამდვილად აღარ მიკვრის, რომ Bluetooth მტრედები შეიძლება არსებობდნენ. უბრალოდ ხანდახან ეს ერთი შეხედვით სისულელეების მართლება. და დღეს თქვენთან ერთად არა, მაგრამ მე შევესწები და თქვენ მიყურებთ თუ როგორ შევესწები და გაჯიროთ, რომ 7 გზის მსოფლიო ჩემპიონი და ობოლი ემო შაშავებული კაცი ერთი და იგივე ბავშვობა ტრავმა გამოვლილი ადამიანია. და სანამ დაწერთ, რომ ლუისი პადოქში მოსასხამით არ გინახავთ, როგორ არ გინახავთ? ლუისი პადოქში ნიკო როსბერგ შემოხვეული არ გვინახავს ერთი. უბრალოდ თქვენ არ დაკვირვებულ ხართ, თორე კონსტრუქციულად რომ მივყვებით, ვიდეოს ბოლოს დარწმუნებული ვარ, მივხვდებით, რომ კრისტიან ბეილი უბრალოდ ლუის ჰამილტონის როლს თამაშობდა რეზინის კოსტუმში. ოკეი, დავიწყოთ ბეთქეივით. სად ოპერირებს ბრუს ვეინი? გიგანტურ მიწისქვეშა ბუნკერში, რომელიც სავსეა უამრავი კომპიუტერით, მანქანებით და ყურსასმენებიანი ხალხით, რომელიც ეუბნება თუ შემდეგ რა გააკეთოს. იგივე სიტუაცია გვაქვს ზუსტად აქაც. ნუ ეხლა მიწისქვეშ არა, მაგრამ მერსედეს ქვეშ იყო და ახლა მაკარონი ჭამიებთან უჭირავს ძალიან საქმიანი. მაგრამ არავინ ცადოთ ჩემი გადარწმუნება იმაში, რომ ტოტო არ არის ალფრედი. უბრალოდ დაფიქრდით. ბეთქეივში ტოტო დგას და ბეტმენს ეუბნება როდის რა უნდა ქნას. ტაქტიკურ ინფორმაციას აძლევს და ეგზისტენციალურ კრიზისს მართავს. გუნდში კიდე ყურსასმენებიანი და ეკრანიანი ხალხი ყველგანაა. ნუ ალფრედი ბრიტანელი საიდუმლო აგენტი იყო და ტოტო ავსტრიელი ბანკირ ინვესტორი. მაგრამ კაცი ხორივეს ყავს მოკლული. ნუ ტოტოს უფრო ფინანსურად გატყავებული, მაგრამ ზუსტად იგივეა. ისე ტოტო მაგარი სანახავი იქნებოდა პრობლემურებში, ხალხს რო ურეკავს და სესხის დაფარვას რო თხოვს. მოიტანე თორე მაგიდას დაგილეწავ ბიჭო. ალფრედი ბრუსმა გაზარდა დაობლების მერე. ტოტომ კიდევ ლუისი დააკაცა მაკლარენის აყლიოზის მერე. პირადი ასისტენტი ყველას სჭირდება თავისი მანქანის მართვაში. დარწმუნებული ვარ, მოკვდავ ხალხს დისტანციურად მანქანის რეჟიმების შესვლა არაფერში დაგვჭირდება, მაგრამ მოკვდავი შეხსენებები მაინც საჭიროა. რაშიც შეგიძლიათ კაროს 2 ლარიანი subscription პაკეტი გამოიყენოთ, რაც გაცილებით იაფია იმაზე, რასაც ბრუსი უხდიდა ალფრედს. ნუ ეს subscription-ი მანქანაზე რაკეტებს ვერ დაგიყენებთ, მაგრამ ზეთის შესვლას, ტექდათვალიერებას და ჯარიმებს უეჭველი გაგახსენებთ. მაგრამ ესე სხვა პაკეტიც რო დაამატონ, შეიძლება მაგაზე ფიქრი. ჩაწერის მერე მივწერ ნიკას. ვერც იმას დამემტკიცებთ, რომ ბეტმობილია ამათ კვეთაში სხვაობა. კაც ყავდა W11. ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ბოლიდი, რომელიც ვიზუალურად რაღაც დაგიმაოთ და საკმარისად მეტად გავს ბეტმობილს. ან ბეტმობილი გავს ამას. გააჩნია როგორ გინდათ და რომელ მხარეს უფრო ხართ. ნუ განსხვავებით ლუისის შავი მარგალიტისგან, ბეტმობილი ჟენევაში არალეგალურად არ ჩაუთვლიათ საავტომობილო ფედერაციას. როგორია ბეტმობილი, ხო? შავი, საშიში, გატენილი აბსურდული ტექნოლოგიებით და საჭიროებს მთლიან მილიტარისტულ ინდუსტრიულ მხარეს ოპერირებისთვის. W11 ჩავია, ვერცხლისფერიც იყო, საშიში, ტექნოლოგიურად ასტრალში გასული და მართვასაც ახლა არანაკლები ძალისხმევა ჭირდება. მეტი თუ არა. უბრალოდ საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციამ დასის სისტემა დაუბლოკა მერსედეს. ადამიანებისთვის ზედმეტად კომპლექსური და წინწასულიაო. რავი, ბეტმობილი აუგზავნეს ბრუს გოთემში, იმიტომ რომ ძალიან მაგარი იყო? მე მგონი რომ არა. 2020 წელს ლუისმა W11 11 რბოლა მოიგო. მანქანა თავისი პილოტით იმდენად მაგარი სანახავი იყო, რომ რო შეხედავდით ზუსტად ის სცენა დაგიდგებოდა თვალწინ, ბეტმენი ერთი მეორეს მიყოლებით რუალაგებს ბოროტმოქმედებს. უბრალოდ ამ შემთხვევაში ცოტა დიდი ხანი გვიზევდა ლოდინი. ესე 60-70 წრე. უბრალოდ ბეტმენი ჯოკერის გარეშე ზუსტად იგივეა, რაც ჩემი ვიდეოები ბოლოს შუბლზე კოცნის გარეშე. არა, კი ყოფილა, მაგრამ თუ შეიძლება რომ იყოს, რატო არ უნდა იყოს. ლუისის იდილიასაც გამოუშვა დამრღვევი და ფორმულა 1-ის ბეტმენის მულტივერსში ჯოკერის როლი მაქსმა მოიგო. ნიდერლანდელი, რომელსაც სულ არ აინტერესებს ტიტულები. არა, ნუ როგორ არ აინტერესებს, მაგრამ სხვების წვალებით უფრო ერთობა, ვიდრე ის მოგებით. 2016 წელს ლუისმა ჰელოუინის პარტიზე მშვენივრად მოიგო სხვათა შორის ჯოკერის კოსტუმი. ეს კოსტუმი არ ყოფილა. ეს იყო მუქარა, რომლითაც როგორც ჩანს ნამდვილად არ შეშინებიან ფრინავ ჰოლანდიელს. ისე ჰამილტონის ფანებს შეგიძლიათ მაგითაც გააბრაოთ წაგებული ჩემპიონატები. მერსედესმა მანქანა ვერ ააწყო? ნა. ლუისმა სამყაროს ყურადღება გადაატანინა, სანამ თვითონ ბოროტმოქმედებს ებრძოდა გოთემში. ან სახში რავი. ჯოკერი ჰაერში ხალხის გასაცინებელ გაზებს უშვებს, მაქსი კიდე იასამნისფერ სექტორებს. მიდგომა განსხვავებულია, შედეგი იგივე. ორივეს გარშემო ხალხი პანიკდება. უბრალოდ ყველა მისით რომ ამ ორს ერთმანეთი სჭირდება. ბეტმენი ვერ იარსებებდა ჯოკერის გარეშე და პასკალ და ღამურის გარეშე. მაქსი რო არ იყოს ვიზე იწუწუნებდა ლუისი წლების განმავლობაში რადიოში. უბრალოდ ერთი ვილანი ისტორიის შესაქმნელად საერთოდ არაა საკმარისი და ხშირ შემთხვევაში მეტის დამატებაც გვჭირდება. ნიკო როსბერგი გახლავთ ჰარვი დენტი. Two-Face, ოქროს ბიჭუნა, საუკეთესო მეგობარი, რომელიც უცებ ვილანი გახდა ისტორიაში. ლუისი და ნიკო ბავშვობის მეგობრები იყვნენ. ერთად გაიზარდნენ, ერთად დაიწყეს კარტინგები და მერე უცებ ნიკომ ბოროტმოქმედობა გადაწყვიტა. 2016 წელს როსბერგმა გააკეთა ყველა საშინელება, შავი მაგია,
ვიღაცა შეულოცა, რაღაცა ჩაუყარა. მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი ჩემპიონის ტიტული მაინც მოიგო. მერე უცებ სიკვდილი გაითამაშა და მონაკოში იახტებს შორის იუთუბერად დაიწყო მუშაობა. პენსიაზე გასვლის რა გითხრათ? უფრო დასჯას გაიქცა ბოროტმოქმედი. აი შემდეგზე გადავიდეთ. ფერნანდო ალონსო არის რასალ გული, პრეისტორიული უკვდავი მასწავლებელი, რომელიც ბნელესში ნავიგირებს. ტიპი, რომელიც 20 წელი მარტო იმას ელოდა, რომ 5 წლით ლუისი გაიჩერებინა და მოგება წაერთვა. ტიპი იმასაც კი დათანხმდა, რომ ოკონს მოიგო რბოლა. ანუ რამდენად არ ევასება ტიპი წარმოიდგინეთ. რასალ გული არის 600 წლის და კიდე შეუძლია გოთების განადგურება. ფერნანდო 45-ის. და ისევ ძალუს სამურაის უქმეების წართმევა ლუისისთვის. Same energy. ბატონი რასალ გული 7-ჯერ ადგა მკვდრეთით. ალონსოს 6 კარიერა ჰქონდა. რენო, მაკლარენი, ფერარი, მაკლარენი, ალპინი, ასტონი. ალონსო ვილანია, რომელიც ყოველ ჯერზე ბრუნდება ახალი სეკველი. არა იმიტომ, რომ ფილმს და ისტორიას ჭირდება. უფრო ფორმულაში ჭირდება სახელი. და ისიც არ დავივიწყოთ, რომ ბრიუს ავარჯიშებ. არა, ალონსოს არც ერთი ჭხირი არ დაუდევს თავისით ლუისის კარიერის განვითარებაში. მაგრამ უბრალოდ კარიერის სტარტზე იმდენად დატრამვა ლუისი, ეგეც საკმარისი აღმოჩნდა ბატონი ბეტმენ ჰამილტონისთვის. მაგას ფილმებში ეძახიან character development-ს და ძალიან მაგარი რაღაცა არის. და ბოლოს ამ სიას რობინიც დაემატა. შარლ ლეკლერი, რომელიც ყველა სერიის ბოლოს კვდება და თან მერე ისე ჩდება, თითქოს მეგან ფატრა ჯოკერმა, ან მაქსმა. ნავი ერთ და იგივეა. უნდა არ უნდა ლუის რაღაც დონეზე მაინც მოუწევს ფერარიში შარლის მენტორობა. შარლის რომელიც ნიჭიერია. ძალიან ახალგაზრდაც აღარაა, მაგრამ მაინც მომავალი. ყველა მისით რომ ერთ დღეს რობინი გახდება ახალი ბეტმენი. ან სადღაც გაუჩინარდება. ეგ არის 50-50-ზე. ფერაიზია დამოკიდებული ყველანაირად. და აქედან გადავედით ყველაზე მნიშვნელოვან საგაზე, ლუის ჰამილტონისა და ბეტმენის მსგავსების. ფერარიში გადასვლის ერა. ბნელი რაინდის აღზევება. ბეტმენს ბეინი ჩაათრევს იმ მოუსწლელში, საიდანაც თვითონ უნდა ამოვიდეს და გოთემი გადაარჩიოს. ლუის ჰამილტონი მერსედესმა ჩაათრია იმ წუმპეში, საიდანაც ამოსასვლელი ხელი ფერარიმ გაუწოდა. მოერთხელ გაუსრიალდათ ეს ხელი 2025-ში, მაგრამ ეხა ჯერჯერობით მე მგონი კარგად ამოდიან. ბრუს ვეინმა ის ღრმული თავისი თავის საპონელად გამოიყენა. ლუისმა კიდე ფერარიში რა ვიცი, მართლა რა ჟანდაბა უნდა და ფერარიში რო გადავიდა. უოლფრედო დარჩენილი ბეტმენი დილეგში და უტოტო უბონოო ლუისი ფერარიში. ბატონმა ფლავიომ თქვა ლუისის ფერარიში გადასვლის წინ, რომ ბეტმენი დასვა ფერარიზე კონკურენტუნ არიან მანქანას თუ არ მისევენ, მაინც ვერაფერს იზამს. გენია არა ეს კაცი. ნაომი კემბელი. ჯეკდუანი. ბეტმენი ყოველთვის ბრუნდება. მას შემდეგაც კი თუ კრისტოფერ ნოლანი მორჩება თავის საქმეს და მეტ რივს გადააბარებს რეჟისურას. ლუის ჰამილტონსაც შეუძლია დაბრუნება. და ეგ ყველაფერი ნაყური გვაქვს. სულ რო ხერხემალში გადაწყდეს, მაინც ამოძრება დილეგიდან და თავის გასაკეთებელს გააკეთებს. უბრალოდ საკითხავი აი ისა ღრმული მარანელოში თუ იქნება, მაგ შემთხვევაში რას იზამს? გოთემს გადაარჩენს თუ თავის თავს ფერარიში შერცხვენისგან. ფერარიში გადასვლა ნამდვილად არ უნდა იყოს კარიერის დასასრული. უფრო redemption arc-ის დასაწყის გავს. ბრუსმა Dark Knight-ში თავისი სიკვდილი გაითამაშა, რადგან მისი საქმე პირნათლად შეასრულა და ჩემს საყვარელ ვამპირთან ერთად კაფეში წამოსკუპდა. ზუსტად ვიცი რომ ლუისი ფერარით არ მორჩება და რაღაც რეგალიით ავტოსპორტში მაინც დაბრუნდება. შეუძლებელია პადოკის წარმოდგენა მისი ვეგანური ტყავის ჟაკეტისა და გამჯაჯავი ვიზუალის უგარეშოდ. ბანძ ტელევიზიებში კომენტატორად როსბერგი ვით უარ დაждდება, მაგაზე თავს ეხლავე დაგიდებთ. ვიზუალურადაც ძალიან გავრან. ორივე შავია. ორივეს უყვარს ხალბატონების განთავსება წყლით სავსე კონტეინერებში. ორივე მოსასხამს ატარებს. ბრუსი იმისთვის რომ cool ტიპი გამოჩნდეს, ლუისი კიდე რავი, გაბრიელ ბორტოლეტოს შესაშინებლად ალბათ. მე რა ვიცი. და მაინც ყველაზე მთავარი ორივეს დამოკიდებულებაა ფულზე. ბეტმენი ლუსიუს ფოქსის და გადაყრილი მილიონების გარეშე ბეინს ვერ დაამარცხებდა. ლუისი კიდე რბოლებს ვერ მოიგებდა ძალიან მაგრად გათვლილი სტრატეგიების და ძალიან მაგარი გუნდის გარეშე. რასაც ფული ჭირდება გაგიკვირდებათ და ასე გახლავთ ლუისი ბეტმენი. მას აქვს ფული, ტრამვა, მანქანა, მოახლეები, გემოვნება, ვისთვის როგორ. თლად ბეტმენივით ვერ გაუჩინარდება ლუისი, მაგრამ თავში თუ წამოვლის, ყველას დაანფოლოვებს ინსტაგრამზე. მე დაბრუნდება და ჩემპიონი გახდება. აი რაღაცნაირად მეშინზე უკეთესი ვარ, ენერგიას ასხივებს ორივე. ხოლო შემდეგ ჯერზე, როდესაც ლუის დაინახავთ პადოქში მოსასხამით, იცოდეთ რომ ერთ შიფტს მორჩა და ეხა მეორე სამსახურშია მოსული. და თუ ჩემი არ გჯერათ, ჯერ 2016-ის მექსიკას უყურეთ, მერე Dark Knight და მერე დამიმტკიცეთ რომ ეს ორი რაღაცა ერთი და იგივე არაა. დაგელოდებით. არა, ვერ დაგელოდებით. წავედი, გაგოცეთ ჯუბზე, აბა ჰეთ, აბა ჰოთ.